ეს ბანგკოკია, ქალაქი, რომელიც არასდროს იძინებს. ქუჩები სავსეა ხალხით 24 საათის განმავლობაში. სულიერი ცხოვრება, აზრები, თანამედროვე სათამბჯენები, ღამის ცხოვრება და გართობა. ამ ყველაფერს ბანგკოკი იდეალურად აერთიანებს. ამიტომაც გადავწყვიტე ვესტუმრო და ერთად აღმოვაჩინოთ ტაილანდის დედაქალაქი ბანგკოკი. ამ ვიდეოში კი თქვენ იხილავთ აგრესიულ ლედიბოის, ძალიან ბევრ და უცნაურ ქუჩის კვებას და რა თქმა უნდა ბანგკოკის ყველაზე ლამაზ და გამორჩეულ ადგილებს. გამარჯობა მეგობრებო, ახალი მოგზაურობით დაგიბრუნდით და როგორც უკვე მიხვდით, ამ მოგზაურობაში წავალთ ტაილანდისკენ და ამ ვიდეოში შევეცდებით დაგათვალიერებინოთ ბანგკოკის ყველაზე გამორჩეული და საინტერესო ადგილები და რა თქმა უნდა იმედია კარგად გამომივა. თქვენ რა თქმა უნდა არხის გამოწერა არ დაგაუწყდეთ, ვიდეოების დალაიქება და კომენტარების დაწერა და მოკლედ შევეცდები რომ მომდევნო რამოდენიმე ვიდეოში ტაილანდის ყველაზე საინტერესო და გამორჩეული ადგილები განახოთ. დიდი იმედი მაქვს რომ 100,000 გამომწერზე რაც შეიძლება მალე ავალ და ამ ყველაფერში ძალიან დამეხმარება თუ ვიდეოებს გადაუზიარებთ თქვენ მეგობრებს და რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაუზიარებთ ჩემს ვიდეოებს. წავედი ახლა აქედან ნიუ-დელიმდე მექნება ფრენა 7 საათიანი, მერე 7 საათიანი გადაჯდომა მელოდება და მერე კიდე 5 თუ 6 საათი ბანგკოკამდე, ასე რომ ხვალ საღამოს ჩავალ იქ და იმედია სასიამოვნო და კომფორტული ფრენა მექნება. ეს ბანგკოკი მეგობრებო, ჩამოვფრინდი. პირველ რიგში ახლა რასაც ვიზავ შევეცდები რომ სასტუმროში რაც შეიძლება მალე მივიდე რომ დავისვენო. წესით პროცედურები მარტივად უნდა გავიარო, რადგან ვიზა საჭირო არ არის, მაგრამ წინასწარ უნდა შეავსოთ რაღაც ონლაინ ფორმა, რომელიც არის აუცილებელი და სასურველია რომ 3 დღით ადრე შეავსოთ. მე 2 დღით ადრე შევავსე და იმედია რამე პრობლემა არ იქნება. მოკლედ გავივლი ახლა ამ პროცედურებს მარტივად და მერე დაგიბრუნდებით. ყველა შემოწმება გამოვიარე, როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან მარტივად გამოვედი, საერთოდ არანაირი პრობლემა არ ყოფილა, ზუსტად 2 წუთში გამოვიარე და ეხლა ვეძებ მეტროს. გადავწყვიტე რომ მეტროთი წავიდე ქალაქის ცენტრში, რადგან ყველაზე მარტივი და ყველაზე იაფი დამიჯდება, ასე რომ ერთად გავერკვეთ ეხლა როგორ შეიძლება მეტროთი წასვლა. ავირჩიე დანიშნულება, სად უნდა წავიდე, 1 ადამიანი და ეს ბილეთი დამიჯდება 45 ბატი. ახოთ 100 ბატი შევაცვლე, არ იღებს სავარაუდოდ. რატომღაც იმ აპარატიდან ქეშით ვერ ვიყიდე ბილეთი და მომიწია ბარათით გადახდა და ერთი მგზავრობა დამიჯდა 45 ბატი, რაც არის დაახლოებით $1 და 40 ცენტი. აი ესე გამოიყურება ტაილანდის მეტრო. საკმაოდ მოწესრიგებულია. სუფთად არის ყველაფერი. როგორც ჩინეთში, აქაც ეს დამცავი კედლები არის, როცა მეტრო მოვა, მაშინ იღება მარტო. აი ამ გაჩერებაზე ვარ მე და მივდივარ აი აქ და აქედან კიდე უნდა გადავჯდე მერე ავტობუსზე. ასე რომ დაახლოებით საათი და 20 წუთი დამჭირდება გზაში და იმედია კომფორტულად მაინც ვიმგზავრებ. ესეთი მშვენიერი მატარებელია, კონდიციონერი არის, სისუფთავე არის და რაც ყველაზე მთავარია, იმედია სწრაფად მიმიყვანს ჩემს სასტუმრომდე. ესეც ჩემი პირველი გამოსვლა ბანგკოკის ხმაურიან ქუჩებში და ძალიან ქაოსია ქუჩებში. პირველი რაც მინდა გითხრათ, ხმაურია როგორც უმეტეს აზიურ ქვეყანაში. მაგრამ ვერ ვიტყვი რომ რაღაც სიბინძურია და ასე შემდეგ, საკმაოდ მოწესრიგებული და სუფთა ქუჩებია. ჩემს სასტუმრომდე არის დაახლოებით 2 კილომეტრი და წესით ავტობუსით უნდა წავსულიყავი, მაგრამ გადავწყვიტე რომ ფეხით გავისეირნო, მივეჩვიო ქალაქს, ამ ატმოსფეროს გადმოვერთო ამ ყველაფერზე, იმიტომ რომ 2 დღის წინ ბაკურიანში ვიყავი, წარმოიდგინეთ, თოლში ხინკალს ვაკეთებდი და ეხლა კიდე აგერ ტაილანდში ვსეირნობ ბანგკოკის ქუჩებში. ასე რომ ცოტა დრო მჭირდება ადაპტაციისთვის და ეს ფეხით გასეირნება ჩემი აზრით დამეხმარება. აი ესეთი ცოცხალი ქუჩა არის. 7-Eleven-ი არის ყველა ფეხის ნაბიჯზე, რაც ძალიან კარგია, იმიტომ რომ დღეს აქ მომიწევს ალბათ ჭამა. აქეთ მაკდონალდსი. საკმაოდ დიდი არჩევანია, რაც ძალიან კარგია და მეც მე გემრიელს გავიყოლებ სასტუმროში. ტაილანდის მეფის ფოტოებს საკმაოდ ხშირად შეხვდებით აქ, იმიტომ რომ თითქმის ყველა ფეხის ნაბიჯზეა და მაგაზე ხვალ მოგიყვებით ყველაფერს კარგად დაწვრილებით, რატომაც უყვართ ასე ძალიან. აი ესეთ პატარა ქუჩაზე მოვხვდი ახლა.
შედარებით სიმშვიდეა. მიუხედავად იმისა, რომ დიდ ქუჩებზე უფრო ხმაური და ქაოსი არის, აი აზიურ ქვეყანაში ყოველთვის ასე არის, რომ მაინც ბევრად უფრო მშვიდად მოგზაურობ რა. რაც უფრო სიამოვნებს მთელი ეს გარემო. ისეთი ქაოსია, სასიამოვნო. აი ესეთ ხალხმრავალ ქუჩაზე გამოვედი ახლა. ძალიან ბევრი ხალხია როგორც ჩანს. ამა ისეთი ცნობილი ქუჩაა, სადაც ბევრი გასართობია. ჩემი სასტუმროც პირდაპირ ამ ქუჩაზეა, ასე რომ ლოკაცია ალბათ არ თუ ისე კარგად ავარჩია, იმიტომ რომ დავი მგონია 90-იანებში რო იყო ცირკთან ამბავი, აი ეგეთი ამბავი მგონია აქაც. ესეც ჩემი სასტუმრო და ამ სასტუმროში 4 ღამეში გადავიხადე $150 და ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ისეთი ნორმალური ფასია და თან ტერიტორიულად ძალიან კაი ადგილია. როგორც მითხრეს, ყველაზე მთავარი არის ტრანსპორტთან იყო ახლოს რა მეტროსთან ან რომელიმე ტრანსპორტთან და რავი ამ კრიტერიუმებს იდეალურად აკმაყოფილებს ეს სასტუმრო და იმედია თვითონ ოთახიც შედარებით ნორმალური იქნება და სუფთა რა. აგერ გოგოები კი არიან გარეთ თუ რამეა ეგრევე. ისეთი განცდა მაქვს, რომ ეს სასტუმრო 4 ღამე არ უნდა დამეჯავშნა, იმიტომ რომ ვინც მოვიდა, ყველას თავისი ლედიბოი დაყვება უკან და გული მიგრძნობს, რომ ნომერი არ იქნება ისეთი, როგორც ბუკინგზე იყო. ჩვენ გვინდა 518. ესეც ჩემი ოთახი, ვნახო. აი ასე გამოიყურება ჩემი სახლი მომდევნო 4 დღის განმავლობაში. აი ამ წყალს ვინმე სვავს, აი თუ შეგიძლიათ რომ მითხრათ ეს რა არის საერთოდ. ან ეს რა არის. აბაზანა ხო საერთოდ არც ვიტყვი არაფერს თქვენ თვითონაც ხედავთ რა მდგომარეობაა. ნუ 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო რო არ იქნებოდა ვიცოდი, მაგრამ ამაზე უკეთეს მოველოდი რა. არც თუ ისე სახარბიელო სიტუაციაში ვარ. საწოლზე აი არც კი მინდა რომ ეს ულტრაისფერი რაღაც გადავატარო, იმიტომ რომ ეხლა ამ საწოლზე ალბათ ისეთები ხდება, რომ არ ვიცი, იმედია ამ 4 დღის განმავლობაში მე რამეს არ ავიკიდებ აქ რა. არც ისე დიდი არჩევანი არის ამ მაღაზიაში სხვათა შორის ჩემს სასტუმროსთან ყველაზე ახლოს, რომელიც არის არც ისე დიდი არჩევანია. აგარი გულაობა მიდის გარე. დაუბრუნდი სასტუმროში, დღეს არსად გასვლას აღარ ვაპირებ და რაც მოვიმარაგე, ეხლა დაგათვალიერებინებთ ყველაფერს. ბულდაკი, რომელსაც ეხლა შევჭამ, იმიტომ რომ ზუსტად ამას ვყიდულობდი ხოლმე მონღოლეთში და ყველაზე გემრიელია და თან ძალიან ცხარია. ბანანები ნახეთ როგორ შეფუთვაში არის სათითაოდ ესეთი 3 ცალი. ჩიპსი. კიდე რაღაცები არის სენდვიჩი. წყლები რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ამ წყლის დალევას არ ვაპირებ. კოკაკოლები რა თქმა უნდა და ესეთი ბრინჯის რაღაცეები, რომელსაც ასევე აზიურ ქვეყნებში მოკლედ ხშირად ვყიდულობ ხოლმე. ასე რომ ჩემთან ახლა არის პირველის ნახევარი. შევეცდები ახლა რომ გემრიელად ვჭამო, მერე დავისვენო, გამოვიძინო და ხვალიდან მოკლედ დავიწყოთ ბანგკოკის დათვალიერება. წელს ბანგკოკი ოფიციალურად გახდა ტაილანდის დედაქალაქი. სწორედ ამ წლიდან იწყება ქალაქის რეალური ისტორია, როგორც ქვეყნის პოლიტიკური, სამეფო და კულტურული ცენტრი. მეფე რამა პირველმა აქ დააარსა ახალი დედაქალაქი, რომელიც დღემდე რჩება ტაილანდის გულად. ბანგკოკის ოფიციალური სახელწოდება არის ყველაზე გრძელი ქალაქის სახელი მსოფლიოში. მისი სრული სახელი კი ასე გამოითქმის: კრუნგ თეპ მაჰანახონ ამონ რატანაკოსინ მაჰინთარაიუტ თაია მაჰადილოკ ფოპ ნოპარატ რატჩათანი ბირირომ უდომრატ ჩანივეთ მაჰასთან ამონ ფიმან ავთან
სატით საკათატია ვისანუკამ პროსით. ამ სახელის მნიშვნელობა დაახლოებით ასე ითარგმნება: ანგელოზების ქალაქი, უკვდავთა დიდი ქალაქი, ღმერთების მიერ აშენებული სამეფო დედაქალაქი. ყოველდღიურ ცხოვრებაში, რა თქმა უნდა, ყველა უბრალოდ ბანგკოკს ან კრუნგ თეპს ეძახის, რაც ნიშნავს ანგელოზების ქალაქს. დედაქალაქად ქცევის შემდეგ ბანგკოკი სწრაფად გადაიქცა სამეფო ქალაქად. აქ აშენდა გრანდ პალასი და ყველაზე მნიშვნელოვანი ტაძრები. მონარქია ბანგკოკში ყველგან იგრძნობა არქიტექტურაში, სიმბოლოებში და ყოველდღიურ ცხოვრებაში. ბანგკოკის ღამის ცხოვრება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მრავალფეროვანია. აქ შეხვდებით ქუჩის საჭმლის ბაზრებს, რომელიც ღამის 2-3 საათზეც მუშაობს. სკაიბარებს სათამბჯენების სახურავებზე, საიდანაც მთელი ქალაქი ჩანს. ხმაურიან ღამის კლუბებს და ცოცხალ მუსიკას. ნეონებით განათებულ ქუჩებს, რომლებიც ქალაქს სრულიად სხვა სახეს აძლევს. ბანგკოკი ღამით არ იძინებს, ის უბრალოდ ფორმას იცვლის. დღის ქაოსი ღამით ენერგიად იქცევა და სწორედ ამ დროს გრძნობ, რატომ ეძახიან მას ერთ-ერთ ყველაზე ცოცხალ ქალაქს მსოფლიოში. ბანგკოკი არ არის უბრალოდ დედაქალაქი. ეს არის ქალაქი, სადაც მონარქია, ისტორია, თანამედროვე ცხოვრება და ღამის ქაოსი ერთ სივრცეში ერწყმის ერთმანეთს. დილამშვიდობის მეგობრებო, ესეც ჩემი პირველი გამოსვლა ბანგკოკის ხმაურიან ქუჩებში, ცოტა ვიზარმაცე გამოვიძინე, მაგრამ დღეს საინტერესო გეგმები მაქვს, ვაპირებ დაგათვალიერებინოთ რამოდენიმე საინტერესო და ლამაზი სანახაობა ამ ქალაქში და მე უკვე ღამის ბანგკოკის დაგათვალიერებინოთ, რითიც არის ეს ქალაქი და ეს ქვეყანა ზოგადად ცნობილი და მოკლედ ძალიან ბევრი საინტერესო და სახალისო რაღაცები გველოდება წინ დარწმუნებული ვარ. ჩემი დანიშნულების ადგილისკენაც წავალ მეტროთი, უბრალოდ მეტრო არ არის, რაც ქალაქში რო გადის ზემოთ, მოკლედ ეგ ტრანსპორტია და ერთ-ერთი ყველაზე ისეთია გავრცელებული და თავარი არის რომ თქვენ სასტუმროსთან იყოს სწორედ ეს ტრანსპორტი თუ გინდათ რომ მარტივად გადაადგილდეთ ქალაქში, იმიტომ რომ ბანგკოკი ძალიან დიდი ქალაქია. საკმაოდ ბევრი ხალხია მეტროში სხვათა შორის, მაგრამ ქალაქის დათვალიერების კარგი ვარიანტია. აქედან შეგიძლიათ კარგად დაათვალიეროთ ქალაქი. სხვათა შორის ეს სუბუქი ყოფა ქცევის ქალბატონები თუ კაცები, ვინც არიან, მოკლედ ადვილი გასარჩევი არ არის, ძალიან აგრესიულები არიან რა. წეგან ქუჩაში მოვდიოდი, ქუჩას ვიღებდი და მაგათთვის არც გადამიღია და ეგონა რომ მაგას უღებდი და გავიცუ სტუპი და ფაკი უმეძახა და შუათითებს მაჩვენებდა მე. ესეთი აგრესიულები არიან, ასე რომ გაითვალისწინეთ გადაღება ძალიან არ უყვართ რა, როგორც კი კამერით ხედავენ, ეგრევე ტრიალდებიან, საერთოდ არც გელაპარაკებიან არაფერს. ავტობუსებში რაღაც ვერ გავერკვიე კარგად და ამიტომ გადავწყვიტე რომ ტაქსი გამოვიძახო და Bolt-ის აპლიკაციაც მუშაობს, ვისაც დაგჭირდებათ. ესეც ჩემი ტაქსი. მოვედი მეგობრებო, ესეც ჩვენი პირველი დანიშნულების ადგილი, პირველი სანახაობა, რაც უნდა დავათვალიეროთ და ეს არის ტაილანდის და ბანგკოკის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადგილი, მეფის სასახლე, სადაც დღესდღეობით მეფი აღარ ცხოვრობს, მაგრამ ამ ყველაფერს მოგიყვებით როგორც კი შიგნით შევალთ. იმედია დაკეტილი არ იქნება და მოვახერხებთ შიგნიდან დავათვალიეროთ ეს სილამაზე. სამწუხარო დაკეტილი დამხვდა, როგორც აღმოჩნდა 4-ის ნახევრამდე მუშაობს, ესე ადრე იკეტება და არა და ძალიან ბევრი ტურისტია, ძალიან ბევრი ხალხი მოძრაობს და ვიფიქრე რომ ღია იქნებოდა, მაგრამ მოკლედ არ გაგვიმართლა, მაგრამ ჩემი ბრალიც არის, იმიტომ რომ ცოტა ვიზარმაც. ამიტომ მოგზაურობის დროს არასდროს არ იზარმაცოთ ხოლმე. ძალიან დაღლილებით რომ იყოთ მაინც. არა უშავს, მოკლედ ამ ადგილს ხვალ დაუბრუნდები, ხვალ მოგიყვებით ამ ადგილის შესახებ. ეხლა გავაგრძელოთ გზა, იმიტომ რომ ამ ტერიტორიაზე კიდე ძალიან ბევრი ტაძარი და ძალიან ბევრი ლამაზი ადგილი არის და შევეცდები რომ დღეს ყველა ეს ადგილი დაგათვალიერებინოთ. არ ვიცი რისი სიმბოლოა, მაგრამ რა ვიცი, მეც ვცდი შემოვარტყო.
ესეთი პატარა რიტუალი ჩავატარა იქნება და მე კარგია, რა ვიცი, ცადოთ. ტაძარი, რომელშიც ახლა შემოვედი, ეს არის ერთ-ერთი უძველესი ტაძარი მთელს ტაილანდში და ბანგკოკში. სანამ ბანგკოკი ჯერ კიდევ დედაქალაქი გახდებოდა და უბრალოდ პატარა სოფელი იყო, ეს ტაძარი მანამდეც არსებობდა და აქ არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სანახაობა ბუდას 42 მეტრიანი მწოლიარე ქანდაკება, რომელსაც შევეცდები რომ შევიდე და თქვენთან ერთად დავათვალიერო. ტაძარში შესვლამდე აუცილებელია რომ ფეხზე გავიხადოთ, რა თქმა უნდა და ესეთი ჩანთები არის, სადაც შეგიძლია ჩაალაგო შენი ფეხსაცმელი. შემოვედი და ისიც ბუდას გიგანტური მწოლიარე ქანდაკება. ბანგკოკში მდებარე 40 მეტრიანი მწოლიარე ბუდას ქანდაკება ბუდას ნირვანაში შესვლის მომენტს ასახავს. ქანდაკება აგურისა და ბეტონის კონსტრუქციაზეა აგებული და მთლიანად დაფარულია ოქროსფერი ფურცლებით. ბუდას ტერფებზე გამოყენებულია მარგალიტის ნაჭრები, რომელზეც 108 ბუდისტური სიმბოლოა გამოსახული. ეს რიცხვი ბუდიზმში ადამიანის სურვილებსა და ცხოვრების ეტაპებს უკავშირდება. საკმაოდ ბევრი ხალხია, როგორც ხედავთ, როგორც ტურისტები, ასევე ადგილობრივები, ვინც უბრალოდ სალოცავად შემოდის აქ. კედლებიც აი ასე ლამაზად არის მოხატული, მაგრამ იმდენი ხალხი არის შეგნით, რომ ნორმალურად გადალებაც კი შეუძლებელია. ესეც კიდევ ერთი ტრადიცია არის. აქვე შეგიძლია დაახურდაო ფული და ამაში უნდა ჩაყარო ყველაში თითო მონეტა. მეც ვიყიდე, აი ესეთი ჭიქა არის, რაშიც ყრია მონეტები და 20 ბატი გადავიხადი ამ ყველაფერში და როგორც ვნახე, ძალიან მნიშვნელოვანი რიტუალი ყოფილა და მეც შევასრულებ ახლა. ეს რიტუალი, მეგობრებო, გეხმარებათ, რომ თქვენი კარმა გასუფთავდეს, მომავალში რაც უნდა მომხდარიყო კარგი ამბავი, კარგი სიახლეები აჩქარებს მოკლედ და ზოგადად ითვლება კარგ საქციელად. ასე რომ 20 ბატი საერთოდ არაფერი არ არის რა. მირჩევნია ახლა ეს რიტუალი შევასრულო. და ვნახოთ, იქნებ რაღაც უკეთესობებიც იყოს მე. 100,000 გამომწერი, სპონსორები, კარგი მოგზაურობები და ასე შემდეგ რა. სადაც ჩავედი, მოკლედ ყველანაირი რიტუალი შევასრულე, რომ რაც შეიძლება მალე ავიდი 100,000 გამომწერზე და რეალურად თქვენზეა დამოკიდებული რა, ასე რომ არ დაგაუწყდეთ არხის გამოწერა რა. ეხლა ამ ვიდეოს ხო უყურებთ ხო და უბრალოდ ერთი თითის დაჭერაა და გამოიწერეთ ჩემი არხი, რომ უფრო მეტი საინტერესო ვიდეოები შემოგთავაზოთ. ეს არის ბალიში თუ რაზეც უდევს თავი ბუდას და ესეც მარგალიტებით არის მოჭედილი სულ. ნახეთ რა ლამაზად არის გაკეთებული. ამოვედი გარეთ და ნახეთ რა ლამაზი ტაძარია, რა ლამაზი ადგილია. ყველაფერი აზიურ სტილში არის. ძალიან ლამაზია. ასევე ეს ტაძარი ცნობილი არის იმით, რომ ითვლება ტაილანდური მასაჟის აკვნად, სწორედ აქ ჩაეყარა საფუძველი იმ ცნობილ ტაილანდურ მასაჟს, მთელ მსოფლიოში რო ცნობილი არის და სწორედ აქ მდებარეობს ის პირველი ტაილანდური მასაჟის სკოლაც. არ ვიცი დღემდე ფუნქციონირებს თუ არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ასეთი საინტერესო ინფორმაცია არის. კიდევ ერთ საინტერესო ტაძარს მოვედექი, სადაც ასევე ფეხზე გახდა არის აუცილებელი. ზოგადად შორტებით შესვლაც არ შეიძლება ხოლმე ტაძრებში და ვიცოდი ეს და აქვე ვაპირებდი ყიდვას რა რამე მოსახვევის, მაგრამ როგორც მითხრეს არ არის აუცილებელი, რადგან ალბათ ძალიან ბევრი ტურისტი მოდის აქ. ალბათ ზუსტად ამიტომ არ არის აუცილებელი. შემოვედი ამ ტაძარში და აქ როგორც ხედავთ, ფეხზე დადგომა არ შეიძლება, როგორც კი შემოხვალ, ეგრევე ძირს უნდა დაჯდე რა. ესეთი წესი არის. და მე შეგიძლიათ დატყვი ამ სანახაობად. ამ ტაძარში არის როგორც ბუდას ქანდაკებები, ასევე სამეფო ოჯახის წევრების ფოტოებიც. ასე რომ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ აქაურობას. დავიძრათ ნელ-ნელა ჩვენი შემდეგი სანახაობებისკენ, გავიდეთ აქედან ახლა. მე მგონი აქ უკვე ყველაფერი ამოვწურე, ყველაფერი ვნახე. ძალიან ლამაზი ადგილია, მინდა გითხრათ, ასე რომ ბანგკოკში თუ ჩამოხვალთ, აუცილებლად ესტუმრეთ. მთელი ამ მოგზაურობის დაგეგმვაში იცით ვინ მეხმარება? არ ვფიქრობთ რომ რომელიმე ტურისტული კომპანია მეხმარება ამ ყველაფრის დაგეგმვაში. არა, მე თვითონ გეგმა უბრალოდ ამ ყველაფერში ძალიან მეხმარება
ლაგის აპლიკაცია, რადგან ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, სხვა ყველაზე მიუწვდომელ წერტილებშიც კი, აქაც როგორც კი ჩამოვედი, ზუსტად 2 წუთში შევიძინე მობილური ინტერნეტი აპლიკაციიდან და იდეალურად მუშაობს რა. და რაც ყველაზე მთავარია, ძალიან ხელმისაწვდომ ფასებად არის ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ინტერნეტი საზღვარგარეთ არც თუ ისე იაფია, როდესაც ასე ყიდულობ და ლაგი გამოირჩევა ზუსტად ამით, რომ ყველაზე ხელმისაწვდომი ფასები აქვს. ასე რომ დაიმახსოვრეთ, ნებისმიერ წერტილში, სადაც არ უნდა წახვიდეთ სამოგზაუროდ, ლაგი ყოველთვის თქვენ გვერდით იქნება. და ყველაზე სასიამოვნო რაც არის, გასაგებია, რომ მოგზაურობის სპონსორია და მართლა ძალიან გვერდში მიდგას ეს კომპანია, მაგრამ ასევე მომხმარებლებიც შეფასებებს რო უკითხულობ და რა ვიცი 99.99% რო კმაყოფილი არის თვითონ ამ პროდუქტით. ეს ჩემთვის მართლა მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ როგორც მინიმუმ საკუთარ თავთან და თქვენთან მართალი ვარ, როდესაც რაღაც კარგს გირჩევთ და რაღაც გამოგადგებათ მომავალში თქვენც. Hello, how much to Chinatown? Chinatown 200 baht. 200. Yes. წავედით Chinatown-ისკენ. Chinatown-ი არის უბანი ამ ქალაქში, რომელიც არის ასევე ერთ-ერთი ყველაზე მთავარი სანახაობა და ერთად დავათვალიეროთ ახლა Chinatown-იც. აბა რა დავაგემოვნოთ აქედან. აგესიამოვნებათ მორიელები, რაღაცები, ბატლები. არი ფიქრო თუ არ დავაგემოვნებ, აუცილებლად მაგის დროც მოვა და ასეთ რაღაცებსაც გავსინჯა. ბანგკოკის Chinatown-ი ერთ-ერთი ყველაზე ძველი უბანია ქალაქში. ის მე-19 საუკუნეში ჩამოყალიბდა, როდესაც ჩინელი ვაჭრები და მუშები ტაილანდში დასახლდნენ. დროთა განმავლობაში ეს ტერიტორია ბანგკოკის ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო ცენტრად გადაიქცა. ეს ქუჩა ცნობილია ოქროს მაღაზიებით, ტრადიციული ჩინური აფთიაქებით და ქუჩის კვებით. განსაკუთრებით აქტიური უბანი ღამის საათებში ხდება, როცა ქუჩები სავსეა საკვების დახლებით. საინტერესო ფაქტია, რომ ტაილანდში მდებარე ოქროს მაღაზიების დიდი ნაწილი სწორედ Chinatown-შია კონცენტრირებული, რადგან ჩინურ კულტურაში ოქრო წარმატებისა და ფინანსური სტაბილურობის სიმბოლოდ ითვლება. მოკლედ ასე გადავწყვიტე, ვინაიდან აქაც ძალიან დიდი არჩევანი არის ქუჩის კვების. ორ ნაწილად გავყოფ ამ ვიდეოში, ერთი ნაწილი იქნება აქ Chinatown-ში დავაგემოვნებ ქუჩის კვებას და მეორე ნაწილი შევეცდები, რომ ტაილანდურ ქუჩებზეც რო გადავალ, იქაც ადგილობრივი ბევრი ქუჩის კვება დავაგემოვნო, ასე რომ ძალიან ბევრი კარგის და ძალიან ბევრი ცუდი საზიზღარი რაღაცის დაგემოვნება იქნება ამ ვიდეოში და მოემზადეთ. Fashion. Open eh? Yeah. აბა, თქვენ გაგიმარჯვოთ. ვა, ძალიან გემრიელი. აუ, მოკლედ, ვისაც ეს ხილი გიყვართ, აი ეხლა მიხვდებით ზუსტად რა, იმიტომ რომ აი მართლა ძალიან გემრიელია, თან ცივი არის. მოკლედ იდეალურია რა. და ამაში გადავიხადე 40 ბატი, რაც არის დაახლოებით $1.50 ალბათ. ამას ხედავთ? აი ამ ცოცხალ კრევეტებს შევჭამ ეხლა. Marlon Moredan. Hello. Die werden gleich lebendig gegessen. Die werden dann auch Salat
აი ასე გამოიყურება ჩემი საჭმელი მეგობრებო. ამდენ გემრიელობაში, ამდენი გემრიელი საჭმელია და რო არა იუთუბერობა, რა თქმა უნდა, რამე გემრიელს გავსინჯავდი, მაგრამ ეს ცოცხალი კრევეტები ერთი გენიალური მოგზაურის ვიდეოშიც ნანახი მაქვს. ბატონმა კაკომ დააგემოვნა ეს და ეხლა მეც დავაგემოვნებ აგერ, აი. ესე უნდა შეანჯღრიო, რომ ეს რაღაც სოუსები კარგად აერიოს. თავს რომ მოხდი, არ უნდა გაგექცეს, უნდა ეცადო რომ მალე შეჭამო. აი ესე გამოიყურება ჩემი ცოცხალი კრევეტები. აბა, თქვენ გაგიმარჯვეთ. გარბიან. აუ, ძალიან ცხარია. აუ, აკო, ეს როგორ ჭამე? ძმაო. საშინელება. ძალიან ცუდი გემო აქვს, არ ვიცი რისი გემო აქვს. მაგრამ იმდენად ცხარი არის, რომ ყველაფერი გადაფარა, მაგრამ აი რაღაც ძალიან ცუდ გემოს მიტოვებს და რისი გემო არის არ ვიცი. მოდით მარტო კრევეტი ვჭამოთ. ერთი ცალი მეთქი. აი. ვნახოთ. ძალიან არ მინდა ეხლა რო აქ გული ამერიოს. ამიტომ ამ საძაგლობის ჭამას აღარ გავაგზელებ თქვენის ნებართვით. დაგემოვნებაში ჩამეთვალა რა. შემიძლია ვთქვა, რომ ცოცხალი კრევეტები ნაჭამი მაქვს. ეხები მაქვს ჩამოკიდებული წვერებზე. გამხელა ლობსტერებია ნახეთ, მაგრამ აი ძვირი ღირს. 1500 კი არის დაახლოებით $40. იაფი ნამდვილად არ არის. Hello. ცოტა დაგეწვა თევზი კი გარო. მიიხრუк აი. Aia. Agumela. აგემრიელობებია. თქვენ რას დააგემოვნებდით, დამიწერეთ აბა კომენტარებში. როგორ ლობსტერიო არ დამიწეროთ ეხა, იმიტომ რომ ლობსტერს მეც რა დიდი სიამოვნებით შევჭამდი. აი ამ ხილს ქვია დურიანი, გარედან აი ასეთი არის და შიგნით აი ესეთი გული აქვს. როგორც ამბობენ, ძალიან ცუდი სუნი აქვს, მაგრამ ძალიან გემრიელი ხილიაო რა. მე თვითონ ეს ხილი არ დამიგემოვნებია. დურიანის ნაყინი გავსინჯე თუ არ ვსდები ჩინეთში და სიმართლე გითხრათ არ მომეწონა რა. ძალიან თავისებური სუნი და გემო აქვს და როგორც ხილი ცალკე არ გამისინჯავს და ვაპირებ რომ ეგეც დავაგემოვნო, ასე რომ ამ ვიდეოში დიდი იმედი მაქვს რომ ეგეც იქნება. Okay, one. Okay. აი ასეთ გიოზებს დავაგემოვნებ ახლა. ესო არისო იაპონურიო რა. მე ჩინეთში რო ვიყავი, ყველაზე ძალიან მომწონდა ეს რა. ჩინეთში რა ერქვა აღარ მახსოვს, მაგრამ რაღაც მომოებივით არის რა, პელმენს გავს რაღაცით და მაგრამ ძალიან გემრიელი იყო და სულ მაგას ჭამდი ხოლმე, ვისაც არ გაქვთ ნანახი ჩინეთის ვიდეოები, გადადით აუცილებლად ნახეთ. და ეხლა ველოდები და ნახოთ, იმედია კარგი იქნება. ეხლა ვიფიქრე რომ წესი დაღლილი უნდა ვიყო მეთქი, რადგან მთელი დღეა გარეთ ვართო, მაგრამ საკმაოდ ისე ენერგიულად გურძნობ თავს და ეს ყველაფერი ფანგილაინის დამსახურებაა. ეს არის 100%-ით ნატურალური საკვები დანამატი სოკო, რომელსაც ყოველ დილით ვიღებ და აი ზუსტად აი ეს სოკო მეხმარება რომ ის ენერგია შევინარჩუნო და უფრო ენერგიული ვიყო, კონცენტრირებული ვიყო უფრო ჩემ საქმეზე და მოკლედ ძალიან გამოსადეგი რამე არის და რაც ყველაზე მთავარია მართლა 100%-ით ნატურალურია და ჩემი დიდი რჩევა იქნება რომ ადგილზე მიხვიდეთ, გაესაუბროთ კონსულტანტს და ძალიან ბევრ საინტერესო რაღაცას გაიგებთ კიდე სოკოზე, ასე რომ ფანგილაინი დღეიდან ყოველთვის ჩემს გვერდით იქნება. ეხლა კი დავაგემოვნოთ ჩვენი იაპონური კერძი, რაღაც შემწვარი პელმენი, ესე დავარქმევ, იმიტომ რომ
ძალიან გავს რა და რავი იმედია გემრიელი იქნება. ეს ავარაუდოდ სოიო соуსია და აბა ვნახოთ. როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან გემრიელია. ძალიან გემრიელია და ამის მერე ცუდი რამის დაგემოვნება არ მინდა და იმედია სულ კარგი საჭმელი შემხვდება ამის მერე. ისეთი გემრიელია, რომ დამავიწყდა თქვენთვის მეთქვა შიგნით რა აქვს. ეს არის ქათმის ხორცი და რაღაც ბოსტნეული აქვს კიდე შიგნით, რასაც ხედავ, ხახვი და რაღაც სხვადასხვა ბოსტნეული და აი რავი უგემრიელესია მართლა. პელმენთან საერთო არაფერი არ აქვს. საერთოდ განსხვავებული კერძია. დურიანის ჯერიც დადგა. მოკლედ ერთად დავაგემოვნოთ ახლა ეს მსოფლიოში ყველაზე საზიზღარი სუნის მქონე ხილი. გაითვალისწინეთ რომ მე არ მომიგონებია მართლა ასე ეძახიან. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საზიზღარი სუნი აქვს ამ ხილსო ასე ამბობენ და მე არ ვიცი. აი ესეთი ხელთათმანიც კი მოყვა სპეციალური რომ ეს ხილი დააგემოვნო. ხახვის სუნია. აი ზუსტად აქვს ხახვის სუნი რა. აი ესე გამოიყურება. უცნაური შესახედაობის არის. აი ეს ცოტას მოვაძიძგნი და აბა გავსინჯავდი თუ არა ამას კიდე სხვა დროს ნებისმიერ სხვა სიტუაციაში აი რომ მკითხოთ ახლა არა არასდროს ამას აღარ გავსინჯავდი ჩემს ცხოვრებაში არ ვიცი საერთოდ რატო შეიძლება რომ ეს ხილი ვინმეს მოსწონდეს რაღაც ჩარბილებული ხახვი რო ჭამოთ აი ხახვის სუნი და გემო ვისაც არ გიყვართ ეგ გაამრავლეთ 1000-ზე და აი ზუსტად იგივე გემო აქვს რა მაგრამ ჩემი საქმე ამ შემთხვევაში ხო ეს არის რომ ის რასაც თქვენ არ გააკეთებდით ან თქვენ ვერ აკეთებთ მე ავიღო ჩემ თავზე მე ავიღო მაგრამ სამაგიეროდ თქვენ არხი უნდა გამოიწეროთ ამისთვის და ეს ყველაფერი უნდა დამიფასოთ რა ხო და მე კიდე ხა აი ამას დავაგემოვნებ კიდე თქვენი ხათი გარედან რაც აქვს კანივით აქვს და ეგ არც თუ ისე გემრიელია შიგნით რაც არის ის კიდე აი ესე თვალდახუჭული შეიჭმება რა ჩემ შემთხვევაში მე არ მომწონს არიან ადამიანები ვისაც ძალიან უყვართ ეს ხილი და არ ვიცი მე არ მიყვარს ძალიან უცნაური და ცუდი გემო აქვს ჩემთვის პირადად რა მე აი არ ვიცი 0 არის ჩემ 10-დან 0 ჩემი შეფასება ესეც ჩაინათაუნი დავიძრათ ახლა ნელ-ნელა სასტუმროსკენ სასტუმროში მივალ ჩანთას დავაგდებ რაღაცებს დავტოვებ და მე უკვე გავალ და ღამის ცხოვრებაც გადავიღოთ ბანგკოკის როგორია დავბრუნდი სასტუმროში, ახლა უცებ დავტენი ტექნიკას ცოტას დავისვენებ და მე გავიდეთ და ღამის ბანგკოკის დათვალიერებაც გავაგრძელოთ. დაახლოებით 10 საათზე ვაპირებ რომ გავიდე და მოკლედ ძალიან საინტერესო რაღაცები გელოდებათ წინ ასე რომ ამ ვიდეოს აუცილებლად ბოლომდე უყურეთ და ვისაც Instagram-ზე არ ყავართ გამოწერილი, აქვე შეგახსენებთ რომ გადახვიდეთ და გამოიწეროთ, იმიტომ რომ რასაც თქვენ ახლა აქ უყურებთ YouTube ვიდეოში, ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცები უკვე ნანახი გექნებოდათ ჩემს Instagram-ზე და Facebook-ზე სტორებში, ასე რომ ვისაც არ გაქვთ გამოწერილი, აუცილებლად გადადით და გამოიწერეთ. გამოვედით ხამის გარყვნილებაში და მოკლედ ძალიან მაგარი რაღაცები გელოდება წინ. ჩემი სასტუმროდან ძალიან ახლოს დაახლოებით 15 წუთის გზაზე არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქუჩა ამ ხრივ. ცნობილი რითიც არის ზოგადად ტაილანდის და ბანგკოკიც. ალბათ ყველას გეცოდინებათ რომ ხამის აღვირახსნილი ცხოვრება ძალიან განვითარებულია და მოკლედ ერთად დავათვალიეროთ რა ხდება და რაღაც საინტერესო ფაქტებსაც გაგიზიარებთ ამასთან დაკავშირებით. მოვედი მეგობრებო და რადგან გადაღება არ უყვართ, ახლა შევეცდები რომ ფარულად გადავიღო და ჩუმად მაინც დაგათვალიერებინოთ რა ხდება და რამხელა სიბინძურე ტრიალებს ბანგკოკის პირდაპირ შუაგულში.
ესეთი ამბავი ხდება. No, me. Don't scary. ესეთი ამბავი ხდება ამ ქუჩაზე მოკლედ რა. გადაღება რა თქმა უნდა არავის არ უყვარს და ყველა ჩხუბობს, მაგრამ მე საერთოდ არ მაინტერესებს ეგ ამბავი. აქ რომ კამერა არ უყვართ, ეს მომენტიც ადასტურებს. ამ Instagram stories-ში ზუსტად იმაზე ვსაუბრობდი თუ როგორ არ უყვართ აქ გადაღება, რა დროსაც ერთ-ერთმა ეგრეთ წოდებულმა Ladyboy-მ ჩემთვის თავისი ჩუსტის ჩარტმა გადაწყვიტა. მაგრამ ჩემი სწრაფი რეაქციის დახმარებით ეს დარტყმა ადვილად მოვიგერიე და გადაღება გავაგრძელე. აი ესეთი ერთი პატარა ქუჩა არის, სადაც არის თავმოყრილი მთელი აი ეს ტაილანდური მთავარი გართობა, რაც არის, რის გამოც ჩამოდის აქ ხალხი. შეგიძლიათ შეხვიდეთ შიგნით რომელიმე გოგოსთან ერთად, მაგრამ დიდი ალბათობით იქიდან რაიმე დაავადებით გამოხვალთ, ასე რომ Hello. No. Right? It's for drinks. Lady. This. Okay. No. Thanks. And lady boat? Lady boy. Lady. You are a lady or a lady boy? No, lady boy. Lady. Yes. Lady. Dancing. აი ესე შევეცადე რომ ფარულად მაინც გადამეღო რაღაცები მეჩვენებინა თქვენთვის რა ხდება ამ ქუჩაზე. ორჯერ გავიარე უკვე კამერით და რა ვიცი, მე აღარ გავრისკავ, იმიტომ რომ ვიღაცა მართლა რაღაცას ჩამართავს რა. ძალიან აგრესიულები არიან, ამიტომ გადაღებას აღარ დავიწყე. ეხლა ესეთ მიმდებარე ქუჩებზე გამოვედი და აქაც ბევრი არის სხვათა შორის მსგავსი დაწესებულებები. აი ესეთი ხმაურიანი ქუჩებია ბანგკოკში. გამოვედი ახლა. სასტუმროსკენ მივდიოდი და აი ასეთ ღამის მარკეტს გადავაწყდი უცებ. აი ესე გამოიყურება ზემოდან. ხოდა ჩავალ ახლა ამ მარკეტში და ვნახავ რა იყიდება. რამე გემრიელი თუ იქნება აუცილებლად დავაგემოვნე. აი ამის დაგემოვნება გადავწყვიტე მე მეგობრებო, ალბათ ყველას გექნებათ ნანახი. ცოცხლად უნდა ჭამო ესეც. რანაირი ადამიანი ვარ მეგობრებო, ეხა ეს რო უნდა შევჭამო. Like this? It's good? No? No, it's not good. ვერც უჭამ, ანუ არ იღეჭება საერთოდ. თლიანი თავი მოვაკაბიჩეო და ვერ ვაკბიჩავ თლიან თავს. რეზინასავითა. I can. ზომეც ვეღარ შევჭამ მართლა. ბოდიში მეგობა რომ მაგრამ maybe I eat this side like this. No, I can't eat. Okay. აი ეს მეგობრებო რა. არხი გამოიწერეთ ეხა და ეს ვიდეოები დაალაიქეთ.
და ეხა კიდე ეს კალია მაჩუკა და ამასაც დავაგემოვნებ ბარემ თქვენთან ერთად. ნახეთ რამხელა კალია. ფეხები მოვაცალე, ფეხები არ იჭმება, რო იცოდეთ. ვინც კალიის შეჭმას დააპირებთ, იცოდეთ, რომ ფეხები არ იჭმება რა. დანარჩენი ხო რას ამბობ იჭმება, მაგრამ თუ მოვიწამლე, არ ვიცი. იმედია 100,000 გამომწერზე მაინც ავალ და ისე მოვიწამლები რა. არ დღეს იმდენი რაღაცა ვჭამე, იმდენი საძაგლობა, რომ არ ვიცი უკვე რა. It's good, I tried this. Just I tried this, it's good. Yeah, now I try this. Are they alive or dead? Live. Alive Yeah. and you swallow it? Yeah. No. No, you need to hit first. No. Yeah. Okay. Oh my god. აი საშინელი გემო აქვს რა და აი ფსიქოლოგიურად რო იცი რა სჭამდა რას ღეჭავ აი ყელში არ გადაგდის მართლა რა იმდენად საშინელება არის რა ვერ აგიხსნით მოკლედ ისეთი საზიზღრობები ვაკეთე ახლა აი ჩვეულებრივად დასტრესილი ვარ ახლა ცოტა ხანი მჭირდება რომ აზე მოვიდე რა კარგი საჭმლის დაგემოვნების დროც მოვიდა მეგობრებო კრევეტები ვიყიდე ესეთი დიდები ახეთ რამხელები არის 150 ბატი გადავიხადე და ნახოთ აბა ეს ძალიან კაია იმდენი რაღაცეები ვჭამე რომ იმედია მართლა დღეს ღამე გადავიტან ეს ვიდეო თუ აიტვირთ არხზე ისე იგი ცოცხალი ვარ რა აქედან პირდაპირ სასტუმროში წავალ იმიტომ რომ მართლა დავიღალე ძალიან დატვირთული დღე გამოვიდა მაინც იმედია თქვენთვისაც საინტერესო იყო, მაგრამ ხვალ კიდევ უფრო საინტერესო რაღაცეები გელოდებათ წინ. ასე რომ არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა ამ ვიდეოს დალაიქება და რა თქმა უნდა ამ ვიდეოს ბოლომდე უნდა უყუროთ, იმიტომ რომ წინ კიდე ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცეები გელოდებათ. ტაილანდი ერთ-ერთი იშვიათი ქვეყანაა აზიაში, რომელიც კოლონიად არასდროს ქცეულა. წარსულში მას სიამი ერქვა და მხოლოდ 1939 წელს შეიცვალა სახელწოდება ტაილანდად, რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს თავისუფალი ხალხის მიწას. დღეს ტაილანდი არის კონსტიტუციური მონარქია, სადაც მეფეს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს საზოგადოებაში. მონარქია ტაილანდში უბრალოდ სახელმწიფო ინსტიტუტი არ არის. მეფე ხალხისთვის ნახევრად წმინდა ფიგურაა. ისი გამოსახულება ყველგან შეხვდება ფულზე, შენობებზე, ტაძრებსა და მაღაზიებში. მეფის ან სამეფო ოჯახის შეურაცხყოფა კანონით მძიმე დანაშაულად ითვლება და შესაძლებელია მრავალწლიანი პატიმრობაც კი მოჰყვეს. ტაილანდში ბუდიზმი ცხოვრების ნაწილია. მოსახლეობის დაახლოებით 95% ბუდისტია, ხოლო ქვეყანაში 40,000-ზე მეტი ტაძარი არსებობს. აქ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პატივისცემას. თავზე ხელის დადება შეურაცხყოფაა, ფეხის ჩვენება ცუდი ტონი. ხოლო ტაძარში შესვლისას მოკრძალებული ჩაცმულობა აუცილებელია. ტაილანდი დღეს აერთიანებს უძველეს ტრადიციებს, ძლიერ მონარქიას, თანამედროვე მეგაპოლისებსა და უნიკალურ კულტურას. ეს არის ქვეყანა, რომელმაც ომებით, დიპლომატიით და სიბრძნით შეინარჩუნა თავისუფლება. და სწორედ ეს ხდის მას ერთ-ერთ ყველაზე განსაკუთრებულ ადგილად მსოფლიოში. დილამშვიდობის მეგობრებო, დაგიბრუნდით კიდევ ერთი მშვენიერი დღით ბანგკოკიდან და დღეს შევეცდები მოვინახულო ის ადგილები, რაც გუშინ ვერ მოვასწარი და განახოთ კიდე ძალიან ბევრი საინტერესო ადგილი ამ ქალაქში. დღევანდელი დღე დაიწყება ადგილიდან, სადაც გუშინ შესვლა ვერ მოვახერხე და შევეცდები რომ დღეს შევიდე და დავათვალიერო როგორი იყო მეფის ყოფილი რეზიდენცია. შემოვედი მეფის ყოფილ სასახლეში, ბილეთში გადავიხადე 500 ბატი, რაც არის ზუსტად $16. საოცარი სანახაობაა მეგობრებო, არ ვიცი, არ ველოდებოდი მეც თუ ესეთი სილამაზე იქნებოდა რომ შემოვიდოდი. ფიქრობდი რომ რაღაც ტიპიური ტურისტული რაღაც სანახაობა იქნებოდა, მაგრამ ალბათ აი ზუსტად ასეთი უნდა იყოს მეფის სასახლე რა. ეხლა ერთ-ერთ თავარ სანახაობასთან მოვედით, სადაც რა თქმა უნდა ეხზე გახდა აუცილებელია. როგორც უკვე გითხარით, ეს არამხოლოდ მეფის ყოფილი რეზიდენციაა, დღემდე ტაილანდში ითვლება როგორც ერთ-ერთი ყველაზე წმინდა ადგილი. შიგნით გადაღების საშუალება არ მომცეს, არ შეიძლებაო შიგნით გადაღება, ასე რომ რაც მოვასწარი ესე ჩუმად რომ გადამეღო, სულ ეს არის და აი ზემოთ რომ პატარა ბუდა ჩანს, ზურმუხტის არის ეგ ბუდა მთლიანად გაკეთებული და
მოკლედ ერთ-ერთი ყველაზე წმინდა ადგილია, როგორც უკვე გითხარით და ამ ბუდას წელიწადში 3-ჯერ თვითონ მეფე უცვლის ტანსაცმელს, ვინც არ იცოდით, ასეთი რიტუალი არსებობს. ქვეყნისთვის კეთილდღეობის მოსატანად არის ეს რიტუალი, როგორც გავიგე და სეზონურად აცმევენ, წვიმების სეზონზე თავის ტანსაცმელი აქვს, ზაფხულში და ზამთრის სეზონზე რა, მოკლედ აი ესეთი საინტერესო ფაქტია. ესეც თავარი სასახლე, სავარაუდოდ, სადაც ცხოვრობდა თვითონ მეფე, სადაც ატარებდა ყველაზე მეტ დროს. საკმაოდ დიდი ტერიტორიაა და გაითვალისწინეთ, რომ 4-ის ნახევარზე იკეტება და იდეალური დრო არის თუ მოხვალთ მაქსიმალურად ადრე, დილით თუ არ ვსდები 8 საათიდან უკვე იხსნება და ყველაზე ნაკლები ხალხი იქნება მაგ დროს. ჩემსავით არ იზარმაცოთ, თორემ ჩემსავით დაგემართებათ. ერთი დღე საერთოდ ვერ მოვედი და მეორე დღეს არც თუ ისე კაი დროს მოვედი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ხალხია. ავედი ნელ-ნელა გასასვლელისკენ და დავათვალიეროთ ქალაქის სხვა კიდე საინტერესო ადგილები. რაც მართალია, არქიტექტურა არის ულამაზესი. ზუსტად ამიტომ მიყვარს აზიური ქვეყნები, რომ არქიტექტურას ძალიან დიდ ყურადღებას უთმობენ და საბოლოოდ იდეალური სანახავი არის და იდეალური სილამაზე არის ყველგან რა. პატარა შესვენებას მოვაწყობ ახლა, იმიტომ რომ გარეთ ისე დაცხარო სიარული უკვე შეუძლებელია და რაც პატარა ისეთ ადგილას შემოვედი, ძალიან მომეწონა. და დავაგემოვნებ ახლა ანანასის სმუზს, და კარგად გამაგრილებს იმედია. აბა, დავაგემოვნოთ. აურა კაია. თვითონ ხილს აქვს განსაკუთრებით კარგი გემო რა. ანანასი ისედაც დავაგემოვნე უკვე და აი რა საერთოდ სხვანაირი არომატი აქვს რა. საქართველოს ჩვენთან რა ანანასის იყიდება. დამიჯერეთ, აი არც ერთ ისეთი არომატი არ აქვს, როგორიც აი თვითონ აზიურ ქვეყანაში რო დააგემოვნებ რა. აი ხელოვნურად დამწიფებული რო არ არის და მოკლედ აი ძალიან გემრიელია. შესაბამისად სმუზიც ძალიან გემრიელი გამოდის. მოვედი, აი აქედან გაგრძელდება ჩვენი მოგზაურობა. ეს არის ჩაო პრაიას სანაპირო მდინარე, რომელიც პირდაპირ ბანგკოკის შუაგულში ჩამოედინება და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მდინარე არის ამ ქალაქში და ზოგადად ამ ქვეყნისთვის. ხო და ახლა პატარა ნავით, სპეციალური ტრანსპორტით გადავალ მდინარის მეორე მხარეს, სადაც ასევე მდებარეობს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ტაძარი და შევეცდები, რომ ისიც მოვინახულო და მოვასწრო იმ ტაძრის დათვალიერებაც. აბა ვნახოთ ახლა როგორი გემი მოვა. დასაჯდომი აღარ არის სამწუხაროდ და ეხზე მოგვიწევს დგომა, მაგრამ პრობლემა არ არის. უკეთესად დავათვალიერებთ ყველაფერს. აი ამ სასწაული ტაძრის სანახავად მოვედი ახლა. ნახეთ რა ლამაზია. აი ეს ტაძარი არის კიდევ ერთი მთავარი სანახაობა ბანგკოკში. ეს არის ვატ არუმის ტაძარი, რის სანახავადაც მოვედი ახლა აქ და ამ ტაძრის სიმაღლე არის 79 მეტრი. წარმოიდგინეთ და ითვლება განათლების, სიბრძნის და მშვიდობის სიმბოლოდ. ტურისტები აქაც რა თქმა უნდა საკმაოდ ბევრი არიან. ასევე ამ ტაძარს 4-ვე მხრიდან აქვს კიბეები ასასვლელი და შეგიძლიათ ახვიდეთ და ზემოდან გადმოხედოთ ქალაქს და ამბობენ, რომ ზემოდან განსაკუთრებით ლამაზი ხედები იშლება მდინარეზე და მთელს ქალაქსეო და იმედია ჩვენც მოგვეცემა ამის საშუალება. აბა წავედით ზემოთ ნელ-ნელა. სამწუხაროდ ამაზე ზემოთ ასვლა არ შეიძლება. დაკეტილია არა და საინტერესო იქნებოდა. აქედან არც თუ ისე კარგი ხედები იშლება და ან ძალიან ბევრი ტურისტები არიან. ერთ წრეს მაინც დავარტყავ, იქნებ იყოს რამე საინტერესო.
არის საქმის პროფესიონალი, ესეთი უნდა იყოს. რას გიხდიან ძმაო? აუ ეს ისეთ ფორმაშია, რომ მე მგონი ამისი არის ეს ტაძარი. შენზე ვლოცულობ, ქალბატონო სუპერ. როგორც ვიცი, მეტი ისეთი მნიშვნელოვანი ტაძარი აქეთ აღარ არის. ისე ზოგადად როგორც უკვე გითხარით, 40,000-მდე ტაძარი არის მთლიანი ტაილანდის ტერიტორიაზე. ანუ ძალიან ისეთი მორწმუნე ქვეყანა არის რა და ძალიან ტრადიციული. მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც დაახლოებით 800,000-მდე ტრანსგენდერი ცხოვრობს ტაილანდში. წარმოიდგინეთ 500-დან 800,000-მდე. 70 მილიონია მოსახლეობა, მაგრამ ეს ციფრი მაინც არ არის პატარა. ზუსტად იგივე გემით ბრუნდები უკან. აი ეს ბიჭი იყო მაშინაც. დავბრუნდი ისევ მეორე სანაპიროზე, საითაც არის ჩემი სასტუმრო და ეხლა ფეხით გავისერინებ დაახლოებით 20 წუთის გზაზე არის კიდევ ერთი ძალიან ცნობილი ღამის ქუჩა, ასე დავარქვათ, სადაც მიდის მთელი ეს ტუხტუხი და მოკლედ გავივლი, ეხლა მანდაც დავათვალიერებ, შევეცდები გადავიხო, ნახოთ რა ხდება და მე უკვე წავალ სასტუმროსკენ, რადგან ხვალ დილით ადრე უნდა ავდგე. ქალაქიდან დაახლოებით 80 კილომეტრის მოშორებით მივდივარ ერთი ძალიან საინტერესო ადგილის გადასაღებად. აი, ასეთ უბანში შემოვედი. ტრადიციულ სტილში არის. დენის კაბელები როგორც ყველგან აქაც აზიურ სტილში არის. რამე რო დაგჭირდეს, როგორ უნდა გაიგოს, სად რა არის. კაცმა არის. მოვედით მეგობრებო ამ ქუჩაზე. You buy one? This one? Yeah. How much? 150. This is snake? 100 baht. Snake? I already tried this. If I eat this, I don't die? No die. No. How work? Right? Snake? Why there's scorpion? ამ ქუჩის სახელი არის თანონ ქაო სან. თუ სწორად ვამბობ რა. არ ამგონია რომ სწორად ვამბობდე, მაგრამ დაახლოებით ეგრე ქვია და ესეც ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი არის. თქვენი თვალითაც ხედავთ რაც ხდება, მაგრამ რასაც ვარყოფ აქ ისეთი მსუბუქი ყოფა ქცევის ხალხი შედარებით ნაკლებია რა, უფრო მეტი რესტორნები და კაფეები არის და უფრო მეტი ისეთი ჯანსაღი ტურისტი შეირნობს აქ. ჯერჯერობით როგორც ჩანს ადრე არის, იმიტომ რომ ბევრი რესტორანი დაკეტილი არის, სკამები ალაგებული აქვს, ჯერ როგორც ჩანს აქაც მზის ჩასვლის მერე იწყება ცხოვრება, ისევე როგორც ქალაქის უმეტეს ნაწილში. პატარა შესვენება მოვაწყოთ ეხლა. ერთ-ერთ ადგილობრივ რესტორანში შემოვედი, სადაც დავაგემოვნებ ეხლა ადგილობრივ კერძს. მოკლედ გუშინდელი დღის მერე მე მგონი დავიმსახურე, რომ დღეს ეხლა რაღაც გემრიელიც დავაგემოვნო და მოკლედ დღეს გავსინჯავ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კერძს პად ტაის, რომელიც ავირჩიე ქათმით. თქვენ შეგიძლიათ აიღოთ მაგალითად კრევეტით და სხვადასხვა ვარიანტები და მე ქათმის ავიღე და მოკლედ ერთად დავაგემოვნოთ რა. აი ასე გამოიყურება ჩემი პად ტაი. რო გითხრათ, გემრიელად გამოიყურება მეთქი. მოგატყუებთ, იმიტომ რომ გემრიელის შესახედაობა ნამდვილად არ აქვს, მაგრამ იმედია გემო უკეთესი ექნება. აბა, ერთად დავაგემოვნოთ ეხლა. არ ვიცი ეს პად ტაის იდეალური ვარიანტია თუ არა, იმიტომ რომ რო გითხრათ, ეხლა პირველი გასინჯით აფრთხოვანდი ისეთი გემრიელია თქო. ნამდვილად მოგატყუებთ, იმიტომ რომ ეგეთი გემრიელიც არ არის. თვითონ ქათამი ცუდი მომზადებული არ არის, მაგრამ აი ეს რა არის, არ ვიცი, სავარაუდოდ რაღაც ბრინჯის რაღაც არის. როგორ მზადდება, ნამდვილად არ ვიცი რა, თუ ვინმე მიცით კომენტარებში შეგიძლიათ დამიწეროთ. ძალიან რთულად იღეჭება რა და კინაღამ გადამცდა წერა და დავიხსე კინაღა. ერთად ვნახოთ ახლა როგორ მზადდება პად ტაი. ბრინჯის ნუდლსი, კვერცხი, ტოფუ ან ქათამი, ამას ტოფუც აქვს და ქათამიც. აი მე რო ყველი მეგონა ეგ არის ტოფუ. ან ქათამი ან კრევეტი, ნიორი, ლობიოს ყლორტები, მწვანე ხახვი, მიწის თხილი, დაქუცმაცებული. კი ბატონო, ეგ ყველაფერი აქვს. ვერ ვიტყვი რომ ცუდია, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი რომ ძალიან გაუგიშდი და აფრთხოვანდი ისეთი გემრიელია. შეიძლება სხვაგან უფრო გემრიელი პად ტაიც არსებობს და თქვენ დაგიგემოვნებიათ, ვინც აქ ნამყოფი ხართ, მაგრამ ჩემთვის ცოტა უცნაური საჭველია
რო არ იღეჭება, ეგ არ მომეწონა რა. გაღამდა ამასობაში და ხალხმაც მოიმატა და როგორც ხედავთ, გემრიელობებიც გამოვიდა გარეთ. აგერ ნიანგის ხორცის იყიდება. სხვათა შორის ნიანგის ხორცი ყოველთვის მაინტერესებდა და შევეცდები რომ დავაგემოვნო რა. აი ესე გამოიყურება ღამე ეს ქუჩა განათებული. ხალხის რაოდენობას ხედავთ როგორ მოიმატა. ჯერ კიდე არ გახსნილა ბევრი კაფეები და მაღაზიები როგორც ხედავ, იმიტომ რომ როგორც ჩანს კიდე უფრო გვიანი წყება აქ ცხოვრება, არა და დაახლოებით 9 საათი ხდება უკვე. ვიცი რომ კომენტარებში ბევრი მკითხავთ ალბათ და გეტყვით რომ მოსაწევი ლეგალურად იყიდება, მეგობრებო, აგერ 2+1 აქცია არის. რო გნებავთ შეიძინე 2 და მესამეს მიიღებ უფასოდ. მოკლედ აი სულ ეს არის ეს ერთ-ერთი ყველაზე ისეთი ცნობილი და ცენტრალური ქუჩა რა. ძირითადად როგორც ხედავთ, საკვები ობიექტები არის. აქ ისეთი ხამის სიბინძურები არაფერი არ ხდება და სიმშვიდეა რა, მოკლედ ხალხი ოჯახებით გამოდის, ეირნობს, უფრო დალევავისაც უნდა გართობა მეგობრებთან ერთად და ესეთი სიტუაცია, ასე რომ ესეც დაიმახსოვრე. მაგრამ მორიელები და გველები აქ უფრო მეტი იყიდება, როგორც შევატყვე. მოკლედ წავედი ახლა ნელ-ნელა სასტუმროსკენ და გზადაგზა დაგიბრუნდებით. აგერ უკვე შეკეთებული იყიდება. It's yours? How much? Which one you like? You join or like something like It's different. different? What is strong or so joint? How much? 200 baht. 20? 200 baht. 200. Ah, okay. This is 100 baht. It's normal, strong or Normal. მოკლედ წასვლას ვაპირებდი უკვე სასტუმროში, მაგრამ აი რა არ მასვენებს ხოლმე ესე დროს არ ვიცი რა, უკვე გავდიოდი რამოდენიმე მეტრი მაკლდა რომ ეს ქუჩა დამეტოვებინა და გზად შემომხვდა ნახეთ რა. ხედავთ ამ გემრიელობებს აქ რა ხდება. ყველაფერი არის რაც კი შეიძლება რომ მოისურვო, რაც კი ბავშვობაში გეზიზღებოდათ და ეხლაც გეზიზღებათ, ყველაფერი აქ არის. და თქვენი აზრით მე რას დავაგემოვნებ ეხლა? გველი მეგობრები. Okay, soya sauce მოასხა. უხდებაო. აი ძმაო. შეაზავა, კაი გველი. აბა, ვის გინდა? აბა ვაგემოვნებ გველს. საიდან დავიწყო? ნახეთ როგორი ხორცი აქვს. ნახეთ. ქათამს გავსო თვითონ როგორც მითხრა გამყიდველმა და აბა ვნახოთ. Chicken. It's hard to eat. ვასავით არის, ვერ უკბიჩავ, ისეთი მაგარია. Sorry, you eat? From here? Yeah. დამწვარი ქათმის გემო აქვს მართლა, ანუ ქათმის არა, დამწვარი ხორცის თუ კარდონის გემო აქვს რა. Yeah, go. არ იღეჭება, ანუ რაღაც ქვასავით არის მართლა რა. How much for this? Packet. აუ ძალიან უცნაური არის მართლა არ მინდა ეხლა რომ აქ სულად გავხდე და მაქსიმალურად თავს ვიკავებ, მაგრამ
აი საძაგლობა არის მართლა აი არ მესმის რა. ამას აი ვინმე სერიოზულად თუ ჭამს მართლა არ ვიცი რა. შეიძლება რაღაც სხვა ფორმით სხვაგან გემრიელი იყოს, მაგრამ ეს რაც აქ არის, ეს არის არ ვიცი, უბრალოდ საძაგლობა და მეტი არაფერი რა. როდის დაიჭირე მეთქი წერა მკითხე და დღეს დილით არისო ყველაფერი დაჭერილიო, სულ ახალიაო ყველაფერიო რა. აი სოფლის ნატურალური პროდუქტი არის, გველები, რა ვიცი, ბატლები თუ რამე გინდა. დაგაია. ახეთ როგორ არის? აცმული. ვისაც გველების ფობია გაქვთ, ეხლა წარმომიდგენია თქვენი სახეები, რას გრძნობთ ამ მომენტში, როცა მე გველს ვჭამ. ზოგადად თუ გინდათ რომ ფობიები დაამარცხოთ, ის უნდა გააკეთოთ, რისიც ყველაზე ძალიან გეშინიათ. ამ შემთხვევაში მე გველების ყველაზე ძალიან არ მეშინია, ალბათ სიმაღლის შიში უფრო მაქვს. მაგრამ რაღაც გველების შიშიც რაც ერთი ნაბიჯით დავამარცხე, რომ ჭამ ეხლა ამ საწოდავ არსებას. მოკლედ, წავედი რა. დიდი მადლობა ამ უგემრიელესი გველისთვის, მაგრამ ვისაც უფრო უყვარს იმისთვის დამითმია და იმან ჭამოს. აჰა, თქვენი ხათრით კიდე ერთს ვუკბიჩავ და იმედია სულად არ გავხდები. გესმით ხმა? სულები არის. კიდევ ერთი მშვენიერი დღე ბანგკოკში და მოვედი ახლა ადგილზე, საიდანაც უნდა გავიდეს ჩემი ტური იმ ადგილის მიმართულებით, რისი მონახულებაც მინდა დღეს. დავიძარით ჩვენი დანიშნულებისკენ, აი ასე გამოიყურება ეს ავტობუსი. როგორც ვთქვათ, ტურისტული ავტობუსია, ასე რომ დარწმუნებული ვარ კომფორტულად ვიმგზავრებ. როგორც უკვე გითხარით, დაახლოებით 80-90 კილომეტრი არის იმ სოფლამდე, რისი მონახულებაც მინდა. ჩამოვედით დაახლოებით 2 საათი არის გზაში ვართ, იმიტომ რომ ისეთი საცობები იყო ბანგკოკში, რომ ძლივს გამოვედით ქალაქიდან და მოვედით აი ესეთი ლამაზი ადგილია და აი ესეთი ნავებით გავაგრძელებთ ახლა გზას. აბა წავედით, რადგან მარტო ვარ, მერგო პატივი, მარტო მჭდარიყავი და ყველაზე პირველი ადგილი დავიკავე მოკლედ. აი ასე ცხოვრობს ხალხი ამ პატარ-პატარა სახლებში, დღემდე ცხოვრობენ სხვათა შორის. კი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტურისტული სანახაობაა, მაგრამ ადგილობრივები მაინც ასე ცხოვრობენ. უბრალოდ ამ ყველაფერს იყენებენ თავისთვის, თავის შემოსავლის გასაზრდელად და ძალიან ბევრი ტურისტი მოდის აქ ყოველდღიურად. რამდენი ქოქოსები არის ნახეთ. ამიტომაც ძირითადი საქმიანობა აქ მცხოვრები ხალხის გარდა ვაჭრობისა არის ქოქოსების ფერმა. ჟილეტები ჩაგვაცმევინა და რა ვიცი, მარტო ჩვენ გვაცვია. იმედია რავი არ ვიძირებით სადმე ამ წყალში. არა მგონია რომ უსაფრთხო იყოს ამ წყალში ჩაძირვა. რატომ მაინდა-მაინც წყალზე ვისაც გაინტერესებთ, მოკლედ ადრე ცენტრალურ ტაილანდში გზები თითქმის საერთოდ არ არსებობდა და ადამიანები ერთმანეთს უკავშირდებოდნენ სწორედ აი ასეთი არხებით და ასეთი ნავებით. სწორედ მას შემდეგ შემორჩა ეს წესი და ტრადიცია, რადგან სახლებს პირდაპირ ამ არხებთან აშენებდნენ სავაჭრო მაღაზიებს და ასე შემდეგ და მოკლედ ამის შემდეგ განვითარდა ეს კულტურა და მას შემდეგ დარჩა. გამხელა ქალაქია, თქვენც კარგად ხედავთ, ვცდილობ რომ ბევრი გადავიღო მაქსიმალურად და თავის დაახლოებით 15-20 წუთია უკვე რაც დავცურავთ. ჩვეულებრივი
ქალაქი არის წყალზე აშენებული. პატარა ავარია მოხდა. ვერავ ვეტევით. რამდენი ნავები მოვიდა. აი ჩვენს მერე მოვიდა და აი ჩვენზე მალე შევიდა. ეს გავიჭედეთ, ვერავინ ვეღარ შედის. ნუ ამას რამხელა გველი ყავს იქ მეთქი რა უჭირო. ამ გველსაც შეჭამენ მერე რომ დაბერდება ყველა არავინ გააფუჭებს მე მგონი. მაგარი ქაოსია. რა უნდა იყიდო აქ არ ვიცი, მაგრამ რაც ისეთია. განსხვავებული სანახაობაა რა და ჩემი აზრით ამ ყველაფრის საკუთარი თვალით ნახვა ნამდვილად ღირს. აი ასე გამოიყურება სურავი ბაზარი. აგერბებო მანგოებს ყიდის თუ რაღაცებს. და სხვათა შორის არც ისე ძვირად ყიდიან, რომ შეიძლება იფიქროთ, რომ რადგან ასეთი ტურისტული ადგილია, რაც 10 ჯერ უფრო ძვირი ღირს, მაგრამ ეგრე არ არის რეალურად. ძალიან ნორმალური და კარგი ფასები არის. ერთადერთი რაც არის კიდე აი წყალი არც თუ ისე სუფთა არის, როგორც ხედავთ. ძალიან ტალახიანი წყალია. მაგრამ ისეთი ცუდი სუნი არ დგას, როგორც სხვა ქვეყნებში ხდება ხოლმე მსგავსი ფერის წყლებზე რა. კანალიზაცია როგორც ჩანს ამ წყალში არ ჩადის. არ ვიცი როგორ არის გაკეთებული, მაგრამ შედარებით სისუფთავია მაგ მხრივ. მე მგონი ახლა პატარა გაჩერება გვექნება და ცოტას დავისვენებ. საჭმელად გავჩერდებით ალბათ ან რაღაც ეგეთი. აი ესეთ ადგილას გავჩერდით. რაც პატარა კაფესავით არის პირდაპირ წყალზე გაკეთებული. გავიაროთ აბა ფეხითაც დავათვალიეროთ რა ხდება. იქნება რამე საინტერესო შევხვდეს ან რამე გემრიელი დავაგემოვნოთ. კი არ გვაკლია ამ დღეების განმავლობაში დაგემოვნებები, მაგრამ მაინც. Okay. Pancake. Try? How much? 7 piece. I can try? Cocos's pancake-ები მეგობრებო და შეგიძლიაო გასინჯო და აბა ვნახოთ. გემრიელია, სხვათა შორის. Okay, one. Yeah. აი ესეთი ხედი მაქვს მაგიდიდან და ეგრე ჩემი pancake-ები ახლა დავაგემოვნებ. აბა, აგიმარჯოთ. ძალიან გემრიელია მართლა. კოკოსი არის რაღაც ცომივით მოძელილი რა და ეგაა გამომცხვარი და გემრიელია. ზოგადად ჩემი აზრით ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი კულტურული ნაწილი არის საკვები რა. ჩვენთანაც ახლა საქართველოში ვინც ჩამოდის ტურისტი, პირველი რაც არის ქართული კერძების დაგემოვნება, ხო? ანუ მეც ესე უყურებ სხვა ქვეყნებში რა. პირველ რიგში რითიც ვაფასებ ქვეყანას არის ხოლმე საჭმელი რა, იმიტომ რომ როდესაც მოგზაურობ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ გემრიელი საჭმელი იყოს. აილანდს გემრიელი საჭმელი ნამდვილად აქვს, უბრალოდ მე ვაგემოვნებდი ისეთ განსხვავებულ და უცნაურ რაღაცებს, მაგრამ აი რაღაცებიც იქნება ასე რომ დაელოდეთ მომდევნო ვიდეოებსაც და ამ ვიდეოშიც ბოლომდე უყურეთ, იმიტომ რომ კიდევ ბევრი საინტერესო რაღაცები გელოდებათ წინ. აი რამდენი რაღაცები არის. ძირითადად სულ ტურისტები არის. მეგობრებო, აი ესე ჩემთვის სეირნობდი და ნახეთ იქით კიბეებზე თუ ჩანს წყალში ცურავდა რაც პატარა ნიანგია თუ რა არის არ ვიცი, მაგრამ იქით ავიდა ეხა და აი იქ მიცურავს ნახეთ კიბეების უკან. იმედია ჩანს. ანუ შესაძლებელია რომ აი თუ გამოჩნდა ნახეთ გამოცულა. პატარა ნიანგი არის. ანუ ნებისმიერ დროს შეიძლება რაღაცამ გამოცუროს.
ალო, დიახ, გისმენთ? როგორ მირეკავთ, მე ხომ საქართველოში არ ვარ. ალბათ როუმინგი გამოიყენეთ? ხუმრო, მეგობრებო, სინამდვილეში არავინ არ მირეკავს, მაგრამ ჩემი ოჯახის წევრებს და ჩემს მეგობრებს შეუძლიათ ძალიან მარტივად დამიკავშირდნენ როუმინგის გარეშე, რადგან ლაგის აპლიკაციაში როგორც კი დარეგისტრირდებით, ლაგი თქვენ ავტომატურად გაძლევთ ვირტუალურ ნომერს, რომლითაც შეგიძლიათ ულიმიტოდ ესაუბროთ მთელი თვის განმავლობაში სულ რაღაც 15 ლარად. ნებისმიერ ქსელს, რაც იდეალური შეთავაზება არის როგორც ემიგრანტებისთვის, ასევე უბრალო მოგზაურებისთვის და ასევე საქართველოში მცხოვრები ადამიანებისთვის, რადგან ჩვენში 15 ლარად ულიმიტოდ ესაუბროთ ნებისმიერ ქსელს დამიჯერეთ ძალიან კარგი შეთავაზება. დავჯექით ავტობუსში და დავიძარით ჩვენი შემდეგი სანახაობისკენ. რაღაც პატარა გაჩერება გვაქვს ახლა, არ ვიცი რაღაც ცხოველები არისო, ესე გვითხრეს. ბუფალო რა არის, ხარი ხო რაღაც ეგეთი. მაგას გვანახებ. რა არის აქ სანახავი არ ვიცი. აი ეს არის მთელი სანახაობა. ალახში გდია ხარი. რაღაცა. აი ეს. მაგარია. მოვედი მეგობრებო და აი ეს არის ზუსტად ის ცნობილი ადგილი, რასაც გეუბნებოდით ალბათ. ყველას გინახავთ ეს ადგილი, მოკლედ ეს არის ჩვეულებრივი ბაზრობა, სადაც პირდაპირ შუა გულში გადის მატარებელი და როგორც კი ახლა მატარებელი მოუახლოვდება, რამოდენიმე წამში აალაგებენ ამ ყველაფერს, რასაც ხედავთ. აი ასეთი ჩვეულებრივი ბაზრობა არის, სხვადასხვა პროდუქცია, პატარ-პატარა კაფეები, რესტორნები და რამოდენიმე წუთში აქ მატარებელი გამოივლის. აი რამდენი რაღაცეები იყიდება. ჩვეულებრივი ბაზრობა არის. ველოდებით მატარებლის გამოვლას. დაიმახსოვრეთ აქაურობა, როგორ გამოიყურება ახლა და როგორი იქნება სულ რამოდენიმე წუთში. YouTube, Georgia. Georgia. Where are you from? Malaysia. I never been. Yeah, you don't go. დაიწყეს ნელ-ნელა ალაგება უკვე, როგორც ჩანს მატარებელი გვიახლოვდება. აი აქედან უნდა მოვიდეს ჩვენი მატარებელი. ესე ახლოს მატარებელს არასდროს შაულია ჩემთან. ესეც ჩვენი მატარებელი და ჩასაფრებული ტურისტები ამ კადრების გადასაღებად. ეხლა კიდე ყველაფერს ისევ თავის ადგილზე დაავაგებენ. წავიდა ისევ ვაჭრობა. ვითომ არაფერი. ვითომ სახალისოა, მაგრამ მე სადაც ვიდექი, მეგონა რომ კაი ადგილი იყო და მატარებელი საკმაოდ დიდი ყოფილა და იქ რომ მდგარიყავი, როგორც მინიმუმ ფეხებზე გადამივლიდა რა. ამიტომ ფრთხილად იყავით. აი კიდევ ერთი ასეთ საინტერესო ადგილი მოვინახულეთ თქვენთან ერთად, რაც მთავარია და იმედია თქვენც მოგეწონათ. სახალისო იყო და მოკლედ ველოდები თქვენგან ვიდეოების დალაიქებას, კომენტარების დაწერას და ასე შემდეგ. ესეც ჩვენი დღევანდელი სანახაობები, დავიძარი ახლა ნელ-ნელა სასტუმროსკენ. გზას დაჭირდება დაახლოებით 3 საათი, ასე რომ თავს აღარ შეგაწყენთ ახლა. პირდაპირ ბანგკოკიდან დაგიბრუნდებით და დღეს ბანგკოკში კიდევ მაქვს ერთი ძალიან საინტერესო გეგმა და იმედია გამომივა ეს ყველაფერი. დავბრუნდი ისევ იქ, საიდანაც დავიწყე დღესდღეობით ეს საოცარი მოგზაურობა და ჩემი სასტუმრო აქედან არც თუ ისე შორს არის, დღეს ტაქსით მოვედი, არ მინდოდა დამეგვიანა, მაგრამ ეხლა გადავწყვიტე რომ ფეხით გავისეირნო და დავათვალიეროთ ქალაქის ეს ნაწილიც. აქეთ ფეხით არ ყოფილი ვარ და დარწმუნებული ვარ, აქეთაც ბევრი საინტერესო ადგილი შევხვდება. დავბრუნდი სასტუმროში. ჩემს ადგილზე ეხლა ყველა დაისვენებდა, მაგრამ
რა თქმა უნდა მე არ დავისვენებ, მით უმეტეს ძალიან დავიღალეთ დღეს, მაგრამ ეხლა ვაპირებ რომ გავიდე გარეთ food market-ი რო იყო, სადაც წინა დღეებში რაღაცები დავაგემოვნე. აი მანდ ვაპირებ რომ გავიდე ისევ და რამე გემრიელი ვჭამო ამჯერად, ცუც არაფერს აღარ ვიყიდი, უკვე გპირდებით, ეხლა რამე გემრიელს დავაგემოვნებ, რაც ადგილობრივებში ყველაზე ისეთი პოპულარული საჭმელი იქნება, იმას შევარჩევ და ჩვენი ვიდეოც ამასობაში დასასრულს მიუახლოვდა და იქიდან შევაფასებ და დავასრულებ ამ ჩემი აზრით საინტერესო ვიდეოს და სამომავლო გეგმებსაც გაგიზიარებთ. აი კიდევ ერთ ასეთ ქუჩას მოვადექი, აქ უფრო საახალწლო გარემოა, აგერ 2026 წელიც იულოცეს. აი ესეთი რაღაცეები არის, შიგნით სხვადასხვა რაღაცეები აქვს ყველას. Okay, one this, one this, and one this. ეს რაღაც უცნაურობა კი ვიყიდე, მაგრამ დასაჯდომი არ არის იმდენი ხალხია და იმედია სადმე დავჯდები ახლა რომ დავაგემოვნო. სამნაირი ავიღე მე, ერთი არის სიმინდით, ერთი ხახვით და ერთი ბოლოკით, როგორც ნახეთ. ასე რომ დავაგემოვნოთ ახლა. რატომღაც მგონია რომ დიდად არ მომეწონება. ეს ხახვით რომელიც იყო არ მომეწონა. პირდაპირ გეტყვით, ძალიან უცნაური გემოა. აი ესე გამოიყურება შიგნიდან რაღაც რბილი მასა არის ძალიან თუ დაინახეთ. შიგნიდან აქვს რაღაც კრემივით არის რა. მოკლედ დიდად არ მომეწონა რა. სამივე შევჭამე ნახევარი და ბოლომდე ჭამას აღარ ვაპირებ რა, დიდად არ მომეწონა. აი ესე გამოიყურება ჩვენი შემდეგი გაჩერება და აქედან რა უნდა ავირჩიო არც კი ვიცი, მაგრამ ომიამი მეცნობა ერთადერთი აქედან, ამიტომ ომიამს დავაგემოვნებ ახლა. ძლივს მოვაგენი ადგილს ვიღაცა ადგა და ეგრევე დავჯექი და ახლა დავაგემოვნოთ, უბრალოდ ძალიან ხმაურია, ხმამაღლა არის, ძალიან მუსიკა და იმედია YouTube არ დაგვიბლოკავს ამ ყველაფერს. აბა ვნახოთ ჩვენი ტომ იამი. წვნიანი არის და ლამაზად გამოიყურება, მაგრამ გემო არის მთავარი. არ ველოდებოდი, ძალიან ცხარეა, მაგრამ ძალიან გემრიელია. ეს რა არის, არ ვიცი. ესეც ავსინჯოთ. რაღაც სოკო სტრუქტურა აქვს, რა არის, არ ვიცი. მოდი დავგუგლოთ. კრევეტი, კი, კრევეტი არის. წყალიან კრევეტის ბულიონი არის. ლემონგრასი 2 ღერო, ეგეც არის. არ ვიცი რაღაც, მაგრამ გემოზე რადგან ლემონი აწერია რაღაცით გავს, ჩილი არის, იმიტომ რომ ძალიან ცხარეა. თევზის соуსი, ლაიმის წვენი, ტომიამის პასტა, კინძი, მოკლედ ეგ ყველაფერი არის და სოკო, რაც ყველაზე მთავარია. რო გითხარით რომ სოკო სტრუქტურა აქვს მეთქი, გამოვიცანი, სოკო არის. მოკლედ ძალიან გემრიელია. ჯერჯერობით ტაილანდში რაც დავაგემოვნე, ყველაზე მეტად ეს მომეწონა რა, ყველაზე გემრიელი ჩემი აზრით ეს არის. გაითვალისწინეთ, აი ეს წვნიანი ნაბახუსევზე იქნება აი უგემრიელესი და ალბათ ეგრევე გამოგაცოცხლებს. თან საქართველოში როგორც ვიცი, ბევრი არის ტაილანდური სამზარეულო და როგორც ვიცი, კარგადაც ამზადებენ. ასე რომ გაითვალისწინეთ. მეგობრებო, დროა დავასრულოთ ჩვენი ეს ბანგკოკური მოგზაურობა. იმედია მოგეწონათ, იმედია საინტერესო იყო. მე მაქსიმალურად ვეცადე რომ ყველაფერი გამეერთიანებია ამ ვიდეოში და მეჩვენებინა თქვენთვის როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები ამ ქალაქის. იმედია გამომივიდა, იმედია მოგეწონათ და რა თქმა უნდა თუ მოგეწონათ ეს ყველაფერი არხის გამოწერა არ დაგაუწყდეთ, ვიდეოების დალაიქება, კომენტარების დაწერა, ეს ყველაფერი მე ძალიან დიდ სტიმულს მაძლევს რომ მომავალშიც კიდევ უფრო მეტი საინტერესო ადგილები შემოგთავაზოთ. ჩვენი ბანგკოკური მოგზაურობა აქ კი დასრულდა, მაგრამ ჩვენი ტაილანდური მოგზაურობა ჯერ კიდევ გრძელდება და წინ ძალიან ბევრი საინტერესო ადგილები მაქვს თქვენთვის შემონახული, ასე რომ რა თქმა უნდა რომ არ გამოგჩერთ, არხი აუცილებლად უნდა გამოიწეროთ. ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას, ვინც ჩემთან ერთად ხართ და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ლაგის, რომ სოფლიოს ნებისმიერ წერტილში უსწრაფესი და ხარისხიანი ინტერნეტით გვანებიურებს და ასევე ფანგილაინს მინდა დიდი მადლობა გადაუხადო, რომ თავისი ნატურალური სოკოებით მაძლევს ენერგიას ვაკეთო ის, რასაც ვაკეთებ. მოკლედ წავედი დაგემშვიდობებით და დაგიბრუნდებით მომდევნო საინტერესო ვიდეოთი ისევ და ისევ ტაილანდიდან.